ურბანული კომისიის ხდომა იწყება თბილისის საკრებულოში, რომელზეც განიხილავენ შეჩერებული მშენებლობის საკითხებს. პარალელურად საკრებულო ემშელებს ატესტაციის პროცესზე. კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ახლავდანიშნული ალექსანდრე მარგიშვილი პროგრამას წარმოადგენს, როდის დაიწყება და რა სქემით გაივლიან მერიის და გამგეობის თანამშრომლები ატესტაციას. გიორგი ფუტკარაძე ჩაგვერთვება თბილისის საკრებულოდან პირდაპირ ეთერში. გიორგი, თუ კეთდება წინასწარ განცხადებები, როგორ არის მთავრობის გეგმა შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით და რა რეკომენდაციები ექნებათ საკრებულოს წარმომადგენლებს? ჯერჯერობით თამარა წინასწარი განცხადებები კეთდება ზოგადად ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს შეჩერებული და უკანონო მშენებლობების საკითხის მოსმენას. საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის უფროს მოусმენენ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, რაც დღევანდელ სხდომაზე იქნება, საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიმართ გავრცელებული ბრალდებებია, რომლის მიხედვითაც ის ამ ბრალდებების მიხედვით ეწოლაში არის დადანაშაულებული ქვემდგომების მიერ. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი აქტიური განსახილველი თემა უკვე ურბანული კომისიის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღეს საკრებულოში გეგმება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის საქმიანობის მოსმენა, თუმცა მას თავის მიმდინარე საქმიანობამდე მოუწევს პასუხები გაცდეს გუშინ მის წინააღმდეგ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ მისი მხრიდან სამსახურეობრივ უფლებამოსილების გამოყენებით ზეწოლას თანამშრომლებზე. შესაბამისად, ამ ვითარებაში ჩვენ ზოგადად შეუძლებლად მიგვაჩნია ტესტირების და ატესტაციის ჩატარება თბილისის მერიაში, სანამ არ იქნება გამოძიებული ყველა ეს ფაქტი. ურბანული დაგეგმარებისა საქალაქო მეურნეობის კომისია აგრძელებს სამსახურების მოსმენას. დღეს როგორც იცით, დავარებული ყავს ზედამხედველობის სამსახური, მისი ხელმძღვანელობა. მინდა მოვისმინოთ, ალბათ საუბარი გვექნება იმაზეც, რაც გუშინ გახმოვანდა ტელევიზიით ამ თემაზე. დღეს ასევე ერთ-ერთი აქტიური განსახილველი თემა იქნება ატესტაციის პროცესი თბილისის მერიაში, ასევე გამგეობებში. ჩვენ ველოდებით უკვე საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოსვლას, რომელსაც საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. მადლობა, საკრებულოდან გიორგი ფუტკარაძე გვერდებოდა.